ხელოვნების უნივერსიტეტის სივრცე ფოტოგრაფების, მხატვრების და მუსიკოსების შემდეგ დიზაინერებმა აითვისეს. 13-მა დამწყებმა ხელოვანმა კოსტუმები და მაკეტები გამოფინა. საცხოვრებელი სახლი, საზოგადოებრივი შენობა. გიორგი ტუნაძემ ეს მაკეტები სპეციალურად დღევანდელი გამოფენისთვის შექმნა. დამწყები ხელოვანი ამბობს, რომ ნამუშევრებზე 1 თვის განმავლობაში მუშაობდა. შესრულებულია ძირითადად ქაღალდისაგან, სქელი ქაღალდი, მუყაო და ხე. ამხის განმავლობაში მაქვს ალბათ 4 მაკეტი მაქვს და მეხუთესაც მუშაობ. საექსპოზიციო სივრცე 13 დამწყები ხელოვანის 15-მდე ნამუშევარს დაეთმო. გამოფენის პარალელურად მსურველებს კოსტიუმების შეკერვა ადგილზევე შეეძლოთ. გამოვფინე ჩემი ნამუშევრები. ეს არის ჩემი შეკერილი კაბა. ეხლა პირდაპირ კერავ ერთ-ერთი სტუდენტი იყო მოსული. სურვილი გამოთქვა და უკერავ კაბას. კოსტიუმებისა და მაკეტების გამოფენა ახალგაზრდული კლუბების მხარდაჭერის ფარგლებში ხელოვანთა კლუბის რიგით მე-6 ღონისძიება. წინა პერიოდში მათ დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა, ასევე კლასიკური მუსიკის საღამო გამართეს. ხელოვანთა კლუბმა დავეხმარეთ მათ შეეძინათ საჭირო ნივთები, რითაც შეასრულეს ეს ნამუშევრები და შემდეგისთვის ითანამშრომელებენ ხელოვანთა კლუბთან, რომ შექმნან უფრო უკეთესი ნამუშევრები. არ არის ეს მხოლოდ სტუდენტებისთვის გათვლილი, არის მოყვარულისთვის და ვინც არის დაინტერესებული. ხელოვანთა კლუბი თავის რიგით მე-6 ღონისძიებას მართავს. ეს არის ესე იგი მაკეტებისა და დიზაინერული ნამუშევრების გამოფენა. დეპარტამენტი აფინანსებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსურად და იდეური ყველაფერი იდეა გამომდინარეობს და მოდის ხელოვანთა კლუბიდან. გამოფენას ხელოვნების უნივერსიტეტი 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენაა.